ვიმყოფები ახლა ნიკოზის სოფელში ანიმაციების ნიკოზის ფესტივალზე. ძალიან ვამაყობ ამ ფესტივალით. ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი და იმიტომ რომ ჩვენ ვიცით 2008 წლის ომი. ჩემს უკან არის ეკლესია, შენობა, რომელიც იყო დანგრეული და რაც იყო დანგრეული სიბოროტით, სიყვარულით იყო აღდგენილი. ეს ჩემი სიტყვები არ არის, თვითონ ამ ფესტივალის სიტყვები არის და ვამაყობ ვინაიდან ეს არის სიმბოლო, რაც არ უნდა იყოს ომზე გამარჯვების და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ისტორიული სიმბოლო. ეს მგონია რომ ყველამ უნდა ნახოს ეს ფესტივალი, უბრალოდ იყოს ვიზიტორი ერთხელ მაინც. რომელიც ქართული ისწავლა ამერიკაში და მოკლედ ეს არც ალგე ისტორია რომელიც არ მოკლედ, მაგრამ მოკლედ ორეგონის შტატში ცხოვრობდა და გადავიდა ქართველებთან სიახლოვეში ყოფნა რომ უნდა და ამის გამო ნიუ-იორკში და ტაძარში ჩახურობდა, გალობდა და ქართული ისწავლა ქართველების გარეშე და მე ჩვენს ხელოვნების სკოლაში აქ ინგლისურის მასწავლებელი ვიყავი და აგვიხდა და დააშენ ბავშვები მასწავლებლის გარეშე და გავუძიეთ თითილად და გამინათ და გონება მეთქი რასაკეთებს ეს თეოფანე ამ ნიუ-იორკში ჩამოვიდა საქართველოში და ბავშვებს ასწავლეს ინგლისურად.